მახსოვს ამერიკის საელჩომ რომ პოსტი დადო რომ ფულბრაითერები ამერიკაში მიდიანო ვიღაცამ დაგვიკომენტარა რომ აი ახლა აღარ ჩამოვლენო და რატო უშვებთ ამ ქართველებს ამერიკაშია ვერ გავიგეთო. ახლა ნახე რა ხდება. ესე ამერიკაში თავისუფალი ხარ რომ ჩაიცვა ისე როგორც გინდა. იარო ისე როგორც გინდა, ილაპარაკო ისე როგორც გინდა. ნუ ისე რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენო და სხვას ზიანი არ მიაყენო. აი რაც ჩამოვედი, რასაც ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით დავისვენე. საქართველოში მაინც გინდა არ გინდა სუფიქრობ, აბა ის რას იტყვის, აბა მეზობელი როგორ შემოხედავს, აბა ის ნაცნობი რას იტყვის, იმან ამაზე ეს თქვა, იმან ზურგს უკან უიმე ეს რა აცვიაო, ის უიმე ეს რა თქვა, უიმე ეს როგორ შეცვლა, უიმე როგორ გასუქებულა, უიმე და მოკეთ მთელი სია რაც ყოველ ნაბიჯი ან შენზე გაიგებ, ან ვიღაცა სხვაზე რის იმოსმენაც არ გინდა რა ყოველს ჩვენ პრობლემები ყელამდე გვაქვს. ხო და ამერიკაში მაგას ვერ გაიგებ. ბევრი ვინც ქართველი, შედარებით ძველი თაობის წარმომადგენელი არის, ისევ ჩამოდიან თბილისში და ვაიმე ნუ ეს ამერიკა რა გახდა და ვაიმე და ფუი და ფუი. ანუ რა ფუი. ერთი წელია აი ისე თავისუფლად გავდივარ, რასაც მინდა იმას ვიცვამ. აი ამერიკაში რაც ჩამოვედი, ანუ გასაქანი მიეცა, იმიტომ რომ გარეთ რო გავალ, ხალხი ისე დადის, ისე აცვია. აი ვერაფრით ვერ გავაოცებ ვერავის. აი რაც არ უნდა ავდგე და აი მართლა რომ გახდილი გავიდე, მაქსიმუმ მაგაზე გიჟი ალბათო გახდილი დადიცო და მორჩ თავისთვის გაივლენ, არავინ ყურადღებას არ მომაქცევს. ანუ ძალიან მაგარია. როგორც გინდა, რაც გინდა, აი ძალიან მაგარი შექსნებაა. მეორე, ის რომ აქ არის clear boundaries. რაც აქამდე არ ვიცოდი რას ნიშნავდა, მაგრამ აქედან რო წავალ უკვე მეცოდინება და ძალიან მომწონს. მაგალითად, ვინც კი რას მომწერდა LinkedIn-ზე კითხვას ან რაღაცას, ყველას ეგრევე პასუხობდი. აი ეგრევე, ტელეფონით ხელში მიკავია და დავინახე მოწერილი პასუხობდი. თუ რა თქმა უნდა, ძალიან ვიწვოდი და ძალიან სადღაც არ ვაგვიანებდი. აქ ხალხს მიწერ თვითონ რაღაცას გეკითხება კაცო, ანუ შენ გეხმარები, მე ხო არ გთხოვ რომ შენ დამეხმარეთ ხო? პასუხობენ ერთი დღის მერე, ორი დღის მერე. აი რაღაცა ისეთი შეგრძნება დამრჩა რომ მივხვდი რომ რაღაცას მეუშვებოდი არასწორად და არა ეს ხალხი, იმიტომ რომ ერთმა და ორმა რო ეგრე გაგიკეთო სიტყვი რომ ხოვი რაღაცა ვიღაც უჟიმურები არიან, მაგრამ როცა ყველა ეგრე წერს, მე უკვე ხვდები რომ რაღაც შეღარა უთლაიერი. შესაბამისად, უკვე მეც ვისწავლე, რომ ნახავ ხოლმე მესიჯს LinkedIn-ზე. არ მარტო LinkedIn-ზე, ანუ საქმეც ეგ არის, ეს დაიწყო LinkedIn-ით, მაგრამ ახლა უკვე ყველა სოციალში ვიყენებ. ანუ ნახე ხომ მომივიდა. მე სხვა საქმეს ვაკეთებ, ანუ არ ვიცი, გასული ვარ შეყვარებულთან ერთად. ჩვეულებრივ არაფერი. ეგრევე lock screen და მორჩა. ანუ როდესაც მოვიცლი და როდესაც მე ჩემს არ აქვს მნიშვნელობა საქმეს ვაკეთებ, ვერთობი, ვისვენებ თუ რას. ანუ სხვას არ დაბუთმობ ჩემს მაგ დროს. ახლა ამას რომ ვამბობ და ალბათ ქართველები რომ მოისმენთ, გაგიჟდებით. ეს ხო არ გაგიჟდავ. ალბათ მეც რომ ერთი წლის წინ მომესმინა რომ მე ამას ვიტყოდი ერთი წლის მეც გავგიჟდებოდი. მაგრამ ეგრეა და ძალიან მაგარი შეგრძნება არის, იმიტომ რომ ყველას და ყველაფერს თავის ადგილი აქვს. და იმ წუთას მე თუ სანაპიროზე ვკოტრიალობ, ესე იგი ზუსტად რომ ჩემს mental health და ჩემ თავს აი ეგ სჭირდება. და ყველაფერი მოიჭდის. არაფერი არ არის საჭირო. აქ მატარებელია და მატარებელი გადის. ხო, მოკლედ ამერიკა მეორე რაც მასწავლა არის to set boundaries. და ძალიან მაგარი შექსნება ყოფილა. ძალიან კარგია. რეკომენდაციას მუწევ. მესამე რაც ამერიკა მომცა, ეს არის აი რაღაც ვერასოდეს ვერ ვიტანი საჭმელების კეთებას. აი კვერცხის შეწვა რო არის, რო დამაყენო, მოვხარშავ, იმიტომ რომ მარტო უნდა ჩავყარო და თავისით მოიხარჟება და არა მე რაღაც არ უნდა გავაკეთო. ისეთი გემრიელი bubble waffle-ის ნაყინები, შოკოლადში ამოვლებული გმალინით და მაყვრით. ისეთი გემრიელი რაღაცების გაკეთება დავამუღამე.
გაგიჟდებით. და რატო ვისწავლე და რატომ გადავწყვიტე რომ ესწავლა მაგას უკვე სიმართლე ის არის რომ ამერიკა ყველაფერთან ერთად ტოპ ქვეყანა არის, სადაც ერთ-ერთი ტოპ ქვეყანა ალბათ არ ვიცი ტოპია თუ ტოპ 3-ში შედის. obesity rates და obesity-ს რაც იწვევს, ერთ-ერთი მიზეზი არის რომ პროდუქტებში არის ისეთი ინგრედიენტები და დანამატები, რომლებიც ევროპაში საერთოდ აკრძალულია. შესაბამისად, რომ ჩამოვედი და გემრიელად რომ ერთი საყვარელი ის ამოვიკვიატე იყო შოკოლადიანი ნუში. გემრიელად ჩემთვის ვჭამდი და მე რამოდენიმე თვეში რომ მივხვდი რომ 6 კილოთი გამექცა წონა, მეთქი აბა გავშვედეთ. და მე უკვე ჩემით ვისწავლე, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა. ამერიკაში თუ ხარ, ან ჩათვალე არანაირი მზა ტკბილი არ უნდა ჭამო, თორე ძალიან ცუდად აისახება წონაზე. ეს გოგოების შემთხვევაში შემიძლია ასე ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ ჰორმონები სხვადასხვანაირად გვაქვს და გვეცვლება და ბიჭებზე ვერ ვიტყვი. ნახეთ ვინ განახოთ. ახლა სანამ მიფიქრებთ რომ მოიცა კაცო ეგრე არ არისო. შემდეგ ვიდეოში უკვე ჩავწერ უშუალოდ იმ გამოცდილებებზე, რომლებიც გამაგიჟეს ამერიკაში. ანუ შემდეგი ვიდეო იქნება ის ყველაფერი, რაც არ მომწონს ამერიკაში, მაგრამ ეს ვიდეო არის იმ ყველაფერზე, რაც ძალიან მომწონს. და რის გამოც აქ დავრჩებოდი და ვიცხოვრებდი. გადა თავიდან რომ მოვიდიოდი ესეთი რაღაცა ვითხრეს, რომ ამერიკაში ვახსენებ ფულბრაითელი ხარო, მოკლედ ძალიან დიდი პატივისცემით შეგხვდებიანო. ჩემი გამოცდილებით პატივისცემით კი არა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაწება მერე. ანუ რამოდენიმე რო გაიგო ფულბრაითელი ვარ, მოკლედ ისეთი დამოკიდებულებით შემხვდა, რომ რას ამბობ, მაშინ შე ყველაფერს გამოასწორებ, შე ყველაფერს შეცვლი. რა მაგარი ხარ, ანუ ფულბრაითელი თუ ხარ, ესე იგი ძალიან ჭკვიანი ხარ და რაღაცა და მეთქი ვაიმე. ხო და აწი როცა ხალხს ხვდები, მოკლედ პირველი აღარ ვამბობ რომ ფულბრაითელი ვარ, უბრალოდ სტუდენტი ვარ. და რაღაცნაირად ამით პასუხისმგებლობას ვიხსნი, რომ იმ ექსპექტეიშენებით არ შემხვდნენ. რომ არ მინდა რაღაცა იფიქრონ რომ ძალიან მაგარი ვარ და რაღაცა. არაფერი, უბრალოდ მეც ვწვალობ, მეც ვცდილობ, მეც ვსწავლობ, მეც შეცდომებს ვუშვებ და მინდა რომ რაღაც ეს თავისუფლება მქონდეს, რომ თავისუფლად დავუშვა შეცდომები, იმიტომ რომ ყველაზე მეც ვსწავლობ მაშინ, როდესაც საკუთარ თავს რაღაც ექსპექტეიშენებს არ ვუწესებ და უბრალოდ ვუშვებ შეცდომებს. That's life. კაი, მოკლედ პირველი ვიდეო დავამთავროთ აქ და მეორე ვიდეო იქნება ის ყველაფერი, რაც არ მომწონს ამერიკაში.